საქმიანი დილა გრძელდება ამავესთან პარტნიორობის და BMG-ის ერთობლივი რუბრიკის დღევანდელი თემა ერთ-ერთი გავრცელებულ პრობლემას ეძღვნება და ეს არის თიაქარი, რომელსაც ბევრი ადამიანი მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტად აღიქვამს და მიიჩნევს. სინამდვილეში კი თიაქარი ქირურგიული დაავადება არის, რომელმაც შესაძლოა რომ გამოიწვიოს ტკივილი, ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვა და ზოგ შემთხვევაში გადაუდებელი მდგომარეობაც. რუბრიკის ავტორი და წამყვანი სტუმრებთან ერთად დღეს ისაუბრებს საქმიანი დილას ეთერში თანამედროვე ქირურგიაზე, რომელიც პაციენტებს მკურნალობის ნაკლებად ტრაუმულ მეთოდებს თავაზობს და მათ შორის არის თიაქრის ლაპაროსკოპიული ოპერაცია, რომელიც მცირე ზომის განაკვეთებით ტარდება და ხშირ შემთხვევაში პაციენტს სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს ცხოვრების ჩვეულ რიტმში. რუბრიკის დღევანდელი სტუმრები კი გახლავთ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე და ასევე ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი. საუბარს კი ტრადიციულად სამშაბათის ეთერით გაუძღვება ლალი ბრეგვაძე. ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და საქმიანი დილის სამედიცინო რუბრიკის თანაწყმული. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს. ნინი, დიდი მადლობა წარდგენისთვის. მივესალმებით ჩემთვის ძალიან ძვირფას საქმიან მაყურებელს. ზაფხულის ზღვის სეზონი ის დროა, როდესაც საკუთარ გარეგნობას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ. მუცლის არეში არსებული გამომვერილობა, ფორმის ცვლილება და დისკომფორტი ხშირად სწორედ ამ დროს ხდება განსაკუთრებულად შესამჩნევი. მუცლის ფორმის ცვლილება ყოველთვის თიაქრით არ არის გამოწეული. წონის მნიშვნელოვანმა კლებამ, ორსულობამ და მშობიარობამ შესაძლოა დაგვიტოვოს კანის სიჭარბე და მუცლის კუნთების დაშორება, ეგრეთ წოდებული დიასტაზი. ასეთ შემთხვევებში განიხილება აბდომინოპლასტიკა, ზოგჯერ კი საჭირო ფუნქციური და ესთეტიური პრობლემის ერთდროული გადაწყვეტა. მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ვასილს და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ მაკა სოლოღაშვილს. მოგესალმებით ქალბატონ მაკა. ძალიან მახარებს თქვენი სტუმრობა. მე პირდაპირ გადავალ თქვენთან კითხვებით, იმიტომ რომ ის იმდენად მნიშვნელოვანი თემაა. გავაგრძობ, ვისაუბროთ, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეს პრობლემები, როდის არის საჭირო ოპერაცია, რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ მიდგომას და რა ტექნოლოგიურ გადაწყვეტას თავაზობს კლინიკა პაციენტებს. და მოკეთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მე პირდაპირ ბატონ ვასილთან გადავალ, თუ შეიძლება. ძალიან მახარებს თქვენი სტუმრობა, ბატონო ვასო, ქალბატონ მაკა. და პირდაპირ კითხვით გადმოვალ თქვენთან ბატონო ვასო. უბრალოდ ზოგადად თიაქარი რო განმარტოთ, რა არის ეს თიაქარი და მუცლის გამომვერილობა, მუცლის არეში გამომვერილობა თუ შესაძლებელია რომ ჩაითვალოს თიაქრად? ზოგადად თიაქარი არის მუცლის წინა კედელზე არსებული ბუნებრივი ხრევილებიდან და ასევე შეძენილი დეფექტებიდან მუცლის ორგანოების გადმოადგილება კანქვეში. ვიზუალურად ეს რა თქმა უნდა გამომვერილობის სახით ჩანს და საკმაოდ არასასიამოვნო სანახავია. მუცლის წინა კედელზე არსებული გამომვერილობების უმრავლესობა თიაქრით არის გამოწვეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კაცებში საზარდულის მიდამოში არსებული ბუნებრივი ხრევილია, რომელიც წარმოადგენს კაცებისთვის ყველაზე სუსტ წერტილს და ქალებისთვის წარმოადგენს ჭიპის მიდამოში არსებული ბუნებრივი ხრევილი და ასევე საკმაოდ სუსტ წერტილს. ამ ადგილებში გამომვერილობა, რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში თიაქართან არის დაკავშირებული. ასევე სხვა შეიძლება შეძენილი სუსტი წერტილი იყოს, ნაოპერაციები მიდამო, პოსტოპერაციული თიაქარია, სპიგელის ხაზის თიაქარი, ბარძაყის თიაქარი, არსებობს სხვადასხვა სახის თიაქრები. ვიზუალური ეფექტი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ძირითადად სხვათა შორის არის დაკავებული ვარ ზღვის სეზონის დაწყებას ძალიან უკავშირებენ აქტუალური განსაკუთრებით პრობლემაა ჩვენთვის და კი ბატონო, მაისში იწყება ეს ამბავი, ხო? მომართვიანობა განსაკუთრებით აქტიურია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზღვის სეზონს აფხოს ლამაზები უნდა შევხვდეთ. რა თქმა უნდა. და დღევანდელი უკვე თანამედროვე მიდგომით ამ პრობლემის მოგვარება ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაციის შემთხვევაში პაციენტისთვის განსაკუთრებით მარტივად გადასატანია. უმრავლეს ქვეყნებში მაგალითად დაგეგმილი ოპერაციის შემთხვევაში დილით ევროპის ქვეყნებში სადაც ყოფილვარ და სად მასტერკლასი გამგულია
დილით გაკეთებულ ოპერაციებ პაციენტებს საღამოს სახლში უშვებენ. ჩვენთან მეორე დღეს უშვებთ. პრაქტიკულად მთლიანად ასე განებილებულები არა ვართ, მაგრამ ესეც საკმაოდ დღევანდელი თანამედროვე მიდგომები, თუმცა ადრეულ პერიოდში აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები იყო. ბატონო ვასო, კითხვა შემდეგია, ზოგადად თიაქარი თუ არსებობს ტკივილის გარეშე და ზოგადად როგორ უნდა ვმართოთ, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დროს და ოპერაციის გადადება რამდენ პრობლემას შეიძლება თქვათ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, რომ გადავდოთ ოპერაცია. კი ბატონო. იცით რა როგორ არის? განსხვავება არის იმაში, მცირე ზომის დეფექტის შემთხვევაში თიაქრის ჩაჭედვის ალბათობა გაცილებით მეტია, ვიდრე დიდი ზომის დეფექტის შემთხვევაში. დიდი ზომის დეფექტის შემთხვევაში თლიანად გამოდის მუცლის ორგანოს ძირითადად ნაწლავი და ის ადვილად ბრუნდება მუცლის ღრუში, ამიტომ დეფექტი ვიზუალურად კი დიდია, მაგრამ ჩაჭედვის ალბათ რისკი გაცილებით ნაკლებია. მცირე ზომის თიაქრის შემთხვევაში, როდესაც თიაქრის ეგრეთ წოდებული კარი 2 სანტიმეტრი, 3 სანტიმეტრია, ამ შემთხვევაში ჩაჭედვის ალბათობა გაცილებით მეტია. ტკივილი დროს თიაქარი ჩაჭედილია. სხვანაირად ეს თიაქარი ვიზუალურად არის მხოლოდ გამბერილობა, ტკივილს არ იწვევს. ტკივილს არ იწვევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გართულებაა თიაქრის, ტკივილი და ჩაჭედვა. ეს უკვე გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა. ძალიან არასწორია, როცა ხშირ შემთხვევაში პაციენტები, მათი მეზობლები თუ რა ვიცი, კეთილის მსურველები ეუბნებიან ჩაიბრუნე, ხელი დააჭირეთ. ესეც ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვის შემთხვევაში ჩემი რეკომენდაცია იქნება დაუყოვნებლივ მიმართონ კლინიკებს და ქირურგს აუცილებლად. ეს ქირურგიული პრობლემაა. დიახ, ბატონო ვასო, რას გულისხმობს თიაქრის ლაპარასკოპიული მიდგომები და ჩარევა? აი, ეს ჩემი საყვარელი თემაა. დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყეთ ლაპარასკოპიული თიაქრის ოპერაციების კეთება და ერთ-ერთი პიონერები ვიყავით საქართველოში. კი ბატონო და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის, რომ საკმაოდ ქირურგისთვის საკმაოდ რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენი როგორც გვისწავლია ადამიანის ანატომია პირდაპირ კი არ უყურებთ მუცლის წინა კედელს, შიდა მხრიდან უყურებთ ამოტრიალებულს. ამიტომ საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა პაციენტისთვის რა თქმა უნდა მარტივი გადასატანია. განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესის განვითარებასთან ერთად თანამედროვე ლაპარასკოპიული აპარატურა და თანამედროვე ბადე და ბრჭყალების ვეძახით დასამაგრებელი ბრჭყალები აი ეს განვითარდა და აი მან განსაკუთრებით გაგვიადვილა თიაქრის ოპერაციების კეთება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდ ხელოვნებას მოითხოვს ეს ყველაფერი. ნამდვილად ძალიან საკმაოდ რთული, განსაკუთრებით საზარდულის თიაქარი და მცირე მენჩი მოშოობა, აი თანამედროვე 3D ლაპარასკოპის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეს 3D ლაპარასკოპი სივრცულ გამოსახულებას გაძლევს. ასევე განვითარება პოვა ბადეებმაც და აი საზარდულის მიდამოში რამოდენიმე სამკუთხედი არსებობს, რომელთაც სიზარღოვანი სამკუთხედი, სადაც შეხება შეიძლება ტკივილის სამკუთხედი, სადაც ნერვული წნულები გადის და იქაც რაიმე შეხების შემთხვევაში პაციენტს ოპერაციის მერე ძლიერი ტკივილები აქვს. თანამედროვე ბადის განვითარებამ გამოგონილია დღეს 3D ანატომიური ბადები, რომლებიც თვითწებადია და საერთოდ იქ არ ხმარობთ არავითარ ფისაფიქსაციო მასალას. თვითონ ეწებება ეს პაციენტისთვის რა თქმა უნდა და ყოველგვარ გართულებას, აცილებას, ამ ტკივილის, სისხლდენის ან სხვა რაღაცას თავიდან გვაცილებს. თუმცა აუცილებლად კარგად ძალიან გამოცდილმა ქირურგებმა და ძალიან გამოცდილმა სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ ლაპარასკოპიული თიაქრის ოპერაციები. ეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ვფიქრობ. არა,
ოჯერიშვილის კლინიკაში დიდი ხანია დანერგილი გვაქვს. დიდი ხანია დანერგილია. ბატონო, არ შემიძლია არ შევეხო აბდომინოპლასტიკას, რომელიც ჩემს ტექსტშიც იყო ნათქვამი, რომ როდის არის საჭირო ფუნქციური და ესთეტიური პრობლემის ერთდროული გადაწყვეტა და რა დროს მიმართავენ და მით უმეტეს თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ მაისის თვიდან იწყება მომართვიანობა და გაზრდილია ამ მხრივ. ამდენად ესეა. იცი როგორ არის აბდომინოპლასტიკა თავისი აბდომინოპლასტიკა თავისებურად დაკიდებული მუცელი არის საკმაოდ ვიზუალურად არასასიამოვნო სათავე. ძალიან ხშირად ახლავს თეთრი ხაზის არა მარტო ქალბატონებისთვის არის ეს პრობლემა, არამედ მამაკაცებისთვისაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ქალბატონებისთვის განსაკუთრებით ხშირად ამასთან ახლავს განსაკუთრებით ორსულობის შემდეგ დიასტაზი, ანუ ხო, ამ თეთრი ხაზის გადიდება და ამ დიასტაზსაც თან ეპიგასტრალური თიაქარით ძალიან ხშირია, როცა ამ დონეზე გაიწევს. ამიტომ დიასტაზის და აბდომინოპლასტიკის მკურნალობა ჩვენ კლინიკაში ერთდროულად ხდება დიასტაზის კორეგირება და აბდომინოპლასტიკაც ეს არ წარმოადგენს რაიმე ახალს, იმიტომ რომ საკმაოდ აპრობირებული მეთოდია ერთდროულად ამის ყველაფრის გაკეთება. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო ასო, მე ქალბატონ მაკასთან მინდა გადავიდე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონ მაკა, ძალიან მახარებს თქვენი სტუმრობა, სხვათა შორის წინა ვიზიტის დროს სამწუხაროდ მე ჩემი ხელის გამო, ტრავმის გამო არ ვიყავი თქვენთან და მინდა მომეცა შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადო ბოჭორიშვილის კლინიკას და მის ტრავმატოლოგებს, რომ ასე სწრაფად დაუბრუნდი მე ჩოულ ფორმას და იმის საფიქსაციოს ასევე, ასე რომ მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, რომ ასე მარტად დაუბრუნდი ჩემს ჩოულ სამუშაო გრაფიკს. რაც შეეხება გადმოვალ პირდაპირ თქვენთან, რამდენად პრიორიტეტულია ბოჭორიშვილის კლინიკისთვის ესეთი ნაკლებად ინვაზიური ქირურგიის განვითარება? ძალიან მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ დღეს პაციენტი ჩქარობს, მას საერთოდ არ ახსოვს რომ პაციენტია, ყოველთვის ეჩქარება და აუცილებლად გარდა ამისა უნდა რომ იყოს ყველაფერი ნაკლებად ტრავმული, უკვე წლებია ჩვენს კლინიკაში დანერგილი ლაპაროსკოპიული ქირურგია, რა თქმა უნდა ყოველთვის ტექნიკურადაც მივყვებით უახლეს აპარატურას და პრაქტიკულად უდიდესი ნაწილი ოპერაციების თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული ჩარევა კეთდება ლაპაროსკოპიული მეთოდით. ეს არის ნაკლებ ტრავმული, ჩვენი აპარატურა უზრუნველყოფს ძალიან კარგ ვიზუალს, ქირურგს ეხმარება ძალიან ნატიფი მოქმედების შესრულებაში, პაციენტისთვის არის ნაკლებად მტკივნეული, ნაკლებად ტრავმული და მას შეუძლია მეორე დღეს უკვე სრულიად ფორმაში, დიახ, სამუშაოსაც კი შეუდგეს. გაეწეროს ასე თქვა. სამსახურშიც წავიდეს. ზოგადად რა შესაძლებლობები აქვს აპარატურა ახსენეთ ქალბატონ მაკა ამ თიაქრის ოპერაციის დროს და რას თავაზობს პაციენტებს ბოჭორიშვილის კლინიკა? დიახ, ბოჭორიშვილის კლინიკა პაციენტს თავაზობს ქირურგის კონსულტაციიდან დაწყებული შემდგომ დიაგნოსტიკა, ოპერაციული მკურნალობა, ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა და სტაციონარიზაციის შემდგომი მეთვალყურეობა, ამ ყველაფერს თავაზობს ერთ სივრცეში. უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ უმეტესი სპეციალისტების და მათ შორის ასწორია ქირურგის კონსულტაცია, ასევე დიაგნოსტიკა, როგორც ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, ეკოსკოპია იქნება ეს თუ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია შესაძლებელია 24/7-ზე და ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გადატვირთული გრაფიკი იქნება თუ საცობები იქნება ყველაფრის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ვთავაზობთ ყველაფერს უახლესი აპარატურით, ძირითადად ეს არის ევროპული და ამერიკული წარმოების აპარატურა და პაციენტი მთავარია დროულად იყოს მიმართული კლინიკისკენ, რადგან არ მოხდეს გართულებები და არ მოხდეს შემდგომ, რაცაც ვასო მილაპარაკა, იმ პრობლემების გამოსწორება აუცილებელი. გასაგებია და მინდა კიდევ ბოლო კითხვა დაგისვათ ქალბატონ მაკა, რას ურჩევდით იმ პაციენტებს, ვისაც ეშინია, ან გარკვეული დრო არა აქვთ უბრალოდ რომ მიმართონ და რომ ეს დავამსხვრიოთ ეს შიში და ან სეზონი არ მოსწონს. ან სეზონი არ მოსწონს ხო თუნდაც და აი რას ურჩევდით ასეთ პაციენტებს?
პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ ქირურგიული ჩარევის შიში და ქირურგის კონსულტაციის შიში ერთმანეთისგან. ეს არ უნდა გავაიგივოთ. აუცილებლად პაციენტი უნდა მივიდეს ქირურგთან. თუ პაციენტმა ეს შიში გადალახა, მივიდა ქირურგთან, ექიმს შეუძლია უკვე მოხსნას მისი ყოველგვარი წინასწარი დაძაბულობა, აუხსნას. პირველ რიგში უნდა გაარკვიოს, სად არის თიაქარი, რა ზომის არის, რა რისკები ელოდება ოპერაციის გადადებას, როდის არის ოპერაცია ჩასატარებელი. როგორც აღვნიშნეთ, ეს მკურნალობა არის ძალიან ხანმოკლე დროს მოითხოვს პაციენტისგან, უფრო მეცაც გეტყვით, ივლისის შუა პერიოდში, ივლისის ბოლოსკენ ჩატარებულ ოპერაციას მქონე პაციენტ შეუძლია სექტემბერში უკვე ზღვის ხავერდოვანი სეზონიც კი მოასწროს, ისიამოვნოს. და დიახ, და მე ვურჩევ, რომ ნუ გადადებენ ოპერაციას, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს გართულება, რომელიც ისეთ დროს მიაკითხავს პაციენტს, რომ მისთვის საერთოდ დაუგეგმავი იქნება და უფრო მეტ მკურნალობის და რეაბილიტაციის პერიოდს მოითხოვს. ამიტომ დაგეგმილი ჩარევა ყოველთვის იქნება პაციენტის სასარგებლო და გაცილებით მოკლე დროში შედეგიანად დასრულებული. რა თქმა უნდა, არის ჩვეულებრივი ამომწურავი პასუხი იყო ბატონო ვასო, თქვენ ხარ დაამატებდით რამეს ამ მიმართულებით, მეგონი ამომწურავად ჩვენ მზათავართ ბოჭორიშვილის აგვისტოს ბოლომდე დაუშვათ ზღვაზე. დააჩქარა ბოჭორიშვილის კლინიკა არის მზად ამ ყველაფრისთვის. უღრმესი მადლობა ბატონო ვასო, ქალბატონ მაკა, ესეთი ამომწურავი და საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად უნდა ვიყოთ უფრო მოხდენილები, უფრო ლამაზები, რომ და ჯანმრთელები, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა კიდევ ერთხელ. მოკლედ, როგორც დღეს გავიგეთ, თიაქარი მხოლოდ გარეგნული ცვლილება არ არის, დროული დიაგნოსტიკა, გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე ლაპარასკოპული ქირურგია ბევრ პაციენტს თავზობს მცირე განაკვეთს, ნაკლებ პოსტოპერაციულ დისკომფორტსა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში შედარებით სწრაფ დაბრუნებას. მთავარია მუცლის არეში არსებული ნებისმიერი გამობერილობა ან ცვლილება თავად არ შევაფასოთ მხოლოდ როგორც ესთეტიური პრობლემა. ზუსტი დიაგნოზისა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმისთვის საჭიროა ქირურგის კონსულტაცია. მადლობა ლალის ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მადლობა ჩვენი რუბრიკის სტუმრებს კარგი რჩევებისთვის, რომელიც საქმეინდილას ეთერში გაჟღერდა. ლალი ბრეგვაძემ ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა და საქმეინდილის რუბრიკის თანაწამყვანმა დღეს ჩვენი რუბრიკის ფარგლებში უმასპინძლა ვასილ აბულაძეს, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელს და ასევე მაკა სოლოღაშვილს, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამართალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურევას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს.